spider. Yeah. Hey. გამარჯობა, მე ჰიტა ვარ და მე 160 IQ მაქვს. ეს ვიდეო იქნება ჩემი setup ტური 2026. შავმაისურზე კატის მეხუტება, რომ შეიძლება დამავიწყო. ბევრი რაღაცა ისეთი, რაც ვიყიდე და ძალიან გამომადგა და კიდე ბევრი რაღაცა ისეთი, რაშიც ყველა დავხარჯე ფული. ბევრი რაღაცა მხოლოდ იმიტომ ვიყიდე, რომ ასწორებს და ფლექსია. მე როგორც იუთუბერი ძალიან დიდ დროს ვატარებ აი ამ სივრცეში, ამიტომ არაფერი არ დამენანა აქაურობისთვის. თან როგორც ძალიან განებიურებული იუთუბერს, ბევრ რაღაცას ჩუქნიან და აქ რაც არის, ბევრ რაღაცა მაჩუქეს. ამ არაფრის არ დანანებამ და პლუს ამდენმა რაღაცის ჩუქებამ სამდე მომიყვანა ვნახოთ. და ამ ჩემს setup-ში თავიდან ბოლომდე რაც არის ყველაფერი დეტალურად მოდი განვიხილოთ. ბოლო setup ტური გადავიღე 2020 წელს. მას შემდეგ თითქმის არაფერი შემიცვლია და ეხლა ბოლო რამდენიმე თვეში განვაახლე თითქმის ყველაფერი და ამიტომ მომიდა ამ ვიდეოს გადაღება და საერთოდ რომ ეწოდეთ setup ტური. ერთი ყველაზე იუთუბერული ვიდეოა და ძალიან მიყვარს ეგ კონტენტი თვითონ. ნახოთ ახლა რა არსენალი მაქვს იუთუბერობისთვის და ყველაფერი სათითაოდ დავათვალიეროთ. ჩემი არქივის მთავარი პარტნიორია საქართველოს ბანკი. ეს არის ჩემი მაგიდა და რაფერია ეს მაგიდა. ჩემი მეგობრები როდესაც მოდიოდნენ ჩემთან, ზოგი ამბობდა რომ ყვითელია, ზოგი ამბობდა რომ მწვანეა. ბოლოს გამოკითხვა გავაკეთე, სადაც 75%-მა მითხრა რომ მწვანეა, 25%-მა რომ ყვითელია. აქ რომ ხიტა აწერია, არ გეგონოთ რომ ასეთი მაგიდა შევუკვეთე. რადგან ძალიან რაღაცნაირი საქციელი იქნებოდა მე რომ შემოკვეთა ასეთი. Instagram-ზე მომწერეს ბიჭებმა, რომელთაც ქვიათ კრეატო და თავისი სურვილით ამიწყეს ზუსტად ასეთი მაგიდა, მე უბრალოდ ზონები უთხარი რამხელა მჭირდებოდა. აქ აქვს ასეთი კიდე ფეხი დამატებით, ასეთი რამე მაგიდაზე ნანახი არ გიქნებათ. ეს მონიტორი არის დაახლოებით 20 კილო და ამიტომ დიდი ფეხი აქვს. თან კიდე ესე რაღაცების დასამაგრებლად მჭირდებოდა. ამ მაგიდას ასევე ხავს თავისი მეგობარი ტუმბო. და სანამ ამ ტექნიკის აღწერაზე გადავალთ და გეტყვით რა არის, მანამდე მოდი აქ ჩავახედეთ. აქ ვეფხის ყავსანი მაქვს და კიდე რამდენიმე წიგნასაც ბოლო დღეებში გადავხედავდი. ეს პატარა რაღაც პლანეტის განათება, ეს დოჯის სათამაშოები და ერთი ძველი Honda Civic-ია. ეს მარტორქა, იმიტომ რომ მიყვარს მარტორქები. ეს სათამაშოები მაჩუქეს და ეს სუნამოებიც მაჩუქეს. რაც ბასტო გავიცანი, სუნამოები გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში ავტომატურად. ამ სუნამოებიდანაც 3 მაჩუქეს. ეს არის ქართული სუნამო, რომელსაც ქვია ბადაგი. და ეს არის ერთი გენიოსი ადამიანის, გიგის გაკეთებული პირველი სუნამო. და დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, რომ გიგი გახდება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმოსადეგი და ღირსეული პარფიუმერი და მისი პირველი სუნამო რომ მე მაჩუქა, ის დიდი პატივი იქნება მომავალში ჩემთვის. საერთოდ ისე რომ იცოდით, რამდენიმე დღის წინ ვფიქრობდი ამ ამბავზე და თქვენც ალბათ უდამეთანხმებით. ადამიანს ხო აქვს 5 აღქმის ორგანო: ხედველობა, სმენა, კნოსვა და ეგეთი რაღაცები. კიდე 2. ვინც მაგალითად ხედვიდან იღებს რაღაცა სიამოვნებას. მაგალითად ლამაზი პეიზაჟების ყურება სიამოვნებს, ან ლამაზი ნახატების. ეხო მაგარია და პატივის თემას იწვევს. ან ადამიანებს, ვისაც უყვართ მუსიკის მოსმენა, ან უყვართ ბუნების ხმების მოსმენა, მაგალითად წვიმის, ან ტალღების. ეგეც პატივის თემას იმსახურებს. და თუ თვალიდან მიღებული ინფორმაცია, რომელიც სიამოვნებას გვანიჭებს პეიზაჟების სახით და სმენით მიღებული ინფორმაცია გვანიჭებს სიამოვნებას მუსიკის და ნოტების სახით, მაშინ ყნოსვით მიღებული სიამოვნებას უნდა გვანიჭებდეს, უბრალოდ გვანიჭებს იგივე დოზით სიამოვნებას. ამიტომ ვისაც პარფიუმერია და სუნამოები უყვარს, ეგეც იგივე რანგში გადის. და ჩემი აზრით, სუნამოები underrated არის ძალიან. იმ სხვა რაღაცებთან შედარებით. და არ უნდა იყოს. და მაინც ბოლო რაღაცა გავაწრე. ამ უჯრაში გვაქვს ჩიპების განამყვანები და ეგეთი რაღაცეები. აქ არის კამერის საწმენდები, აქ არის power bank-ები, ჩემი ყურსასმენები. ეს Sony-ის დინამიკი და აქ USB-ები და რაღაცა წვემანები. აქ არის ჩემი ძველი კამერა. ეს იყო ჩემი პირველი კამერა, რომელიც 40000 გამომწერზე აღსანიშნავად ვიყიდე, Canon M50 და ამ კამერით ვიღებდი ვიდეოებს 40000 გამომწერიდან დაახლოებით 130000 გამომწერამდე. ეს კამერის ელემენტები და რაღაცეები აქ ესეთი Sony-ის შტატივი, ხელის და ესენი კიდე სხვადასხვა დროს ვიყიდე. ეს არის სარამონიკის პეტლიშკები, მაგრამ მომიცოდეთ, პეტლიშკებს ქართულად ქვია ღილი მიკროფონი და კარგი იქნება თუ ღილ მიკროფონს დავამკვიდრებთ და პეტლიშკებს არ დაუძახებთ, იმიტომ რომ პეტლიშკები საშინელი სიტყვა. აქ მაქვს კიდე DJI-ის ახალი მიკროფონები, რამდენიმე კვირის წინ ვიყიდე ესენი. რადგან კამერებზე გითხარით, ბარე მოდი კამერებზე გავაგზავნოთ. აქ ახლა დაყენებული მაქვს Sony 6700 და Sigma ლინზა 16 მმ-იანი. აი ესე გამოიყურება ჩემი კამერა. აი როცა ვიდეოებს ვიღებს უაქცევს და ახლაც აქ დაწვა. უნდა და ესე ამ კამერით რომ ვიღებ რაღაცებს. აი აქ ასე ვხედავ. ეს კამერა ვიყიდე დაახლოებით 130000 გამომწერი როცა მყავდა. იცი რა, ახლა კი ბევრი ტექნიკა მაქვს ასე თუ ისე, მაგრამ დაახლოებით 40000 გამომწერზე ავედი კამერით, რომელიც იყო მობილური, Xiaomi-ის ისეთი მოდელი, რომელიც ახალი ღირდა 350 ლარი. და ესე ჩემ ვიდეოებს რომ გადავხედავ და საიდან დავიწყე და როგორ მოვედი აქამდე, ეს განვლელი გზა, როცა შემიძლია დავინახო, რაღაცნაირად სიამაყეს მაუკლებს.
მოდი ჩემს კედელსაც გადავხედოთ, იქიდან დავიწყოთ. ეს არის ლაგაბონდიდან, ეს მე ვარ, მეფესავით პოდკასტი არის ესეთი პოდკასტი ქართულ YouTube-ზე, იქ რომ მიყავი სტუმრად, იქ მაჩუკეს. ეს Full Metal Alchemist-ი, ეს ჩემი საყვარელი ნახატია, შოთა რუსთაველი, ეს ჩემი ხარი, ბუსკა, ჩემმა გამომწერმა დახატა და მაჩუკა და ძალიან მიყვარს ეს ნახატი. აქ არის მერაბდვალიშვილის პოსტერი, მერაბდვალიშვილმა როგორ დაიწყო ხელოსნობიდან და ავიდა მწვერვალზე, ეს სედან და მაჩუკა მერაბდვალიშვილის ხელმოწერით არის. ეს არის ჰორდების დროშა, სამურაი ჩამპლო, Vinland Saga, One Piece, Berserk, Naruto, Demon Slayer. აქ კიდე ბევრ რაღაცას დავამატებდი. და აქ რაც მთავარია, ჩემი ვერცხლის ჯილდო, რომელიც YouTube-მა გამომიგზავნა. ოსმალ პაკეტს ამიმა კიდე და აი ამით ვიღებ ახლა ვიდეოს. გადავიდეთ მთავარზე. ყოველთვის სეტაპში მთავარი არის კომპიუტერის кейსი. და ეს ჩემი კომპიუტერის ბილდი, Machuca Ultra, გიგაბაიტის ბრენდის და გიგაბაიტის кейსია და ყველა დეტალი რაც კომპიუტერში დევს, ყველაფერი არის გიგაბაიტის, რაც ცალკე ძალიან დიდი ფლექსია, როცა ერთი ბრენდის კომპიუტერი გაქვს, რომელშიც ყველაფერი ერთი და იგივე ბრენდის დევს თავის ფრენებით, ვიდეო ბარათით და ყველაფრით. პროცესორი გვაქვს Intel Core Ultra 7, 5.5 GHz აქვს და ერთ-ერთი უძლიერესი პროცესორი, რაც კი არსებობს დედამიწაზე ახლა. დედადაფა არის გიგაბაიტის Z890M Gaming X. პროცესორის გაგრძელებაც არის გიგაბაიტის. Gigabyte Gaming 360i ARGB CPU Liquid Universal Cooler. Oh my god. ასევე მეხსიერება გვაქვს გიგაბაიტის Aorus Gen 4 7300 SSD 1TB-იანი M2. რამები არის Patriot Viper Extreme 48 GB 6400 Hz. ამ რამების swap-ი უნდა გავაკეთოთ რამდენიმე კვირაში. და ვიდეო ბარათი რაც თავარია. Gigabyte GeForce RTX 5080 Gaming OS 16 GB-იანი. Previous blokიც არის გიგაბაიტის 1000 ვატიანი, Gold plus 80 ვატით. და თვითონ кейსი, გიგაბაიტის Stealth Ice Mid Tower, თეთრი, ARGB განათებით. მოდი გადავიდეთ მონიტორებზე. გვაქვს ორი მონიტორი. პირველად დავიწყოთ გიგაბაიტის ამ უმაგრესი გეიმინგ მონიტორის, რომელიც არის OLED. ბევრი ძლიერი ღირსება აქვს. ერთი ის რომ OLED-ია, 240 Hz აქვს, ძალიან მაგარი ფერები და გეიმინგში არის top. და ასევე აქვს ძალიან მაგარი მოქნილობა. ესე რომ დევს, შეგვიძლია ესე სულ ქვემოთ დავდოთ. შეგვიძლია წინ გადმოიხაროთ დიდზე, შეგვიძლია ზემოთ, შეგვიძლია ავწიოთ საერთოდ. ხელის ერთი მარტივი მოძრაობით ამ მონიტორს შეუძლია ასეთი პოზიციაც მიიღოს. ასეთი მონიტორი შეიძლება გინახავთ ბევრ სტრიმერთან, როცა ესე უძღათ ხოლმე. და ეს არის სპეციალურად იმისთვის, როცა სტრიმავ, ასეთ მონიტორზე გამოგაქვს ჩათი, სადაც მთლიანად ჩათი უნდა ჩამდეს და რადგან მაღალია, ჩათი მთელ სიგრძეზე კარგად ჩანს და სტრიმინგის დროს არც ერთი კომენტარი არ გამოგებარება. კომენტარები საკითხავად იყენებენ ხოლმე. თუმცა ეს მონიტორი იმდენად ძლიერია, რომ მაგაში მისი რესურსის დახარჯვა მეინანება, როგორც გითხარით 240 Hz აქვს და 2K არის. და ასევე ნახეთ როგორი თხელია. ეს მონიტორი არის მობილურზე თხელი. ამ მონაცემების გამო ამ მონიტორზე მაგალითად კომპეტიტივ თამაშები რაც არის, ყველაფრის თამაში არის იდეალური, მაგალითად Dota, LoL, Counter-Strike, Valorant, მაგრამ შუთერები სხვა. თუ ისეთი თამაშია, რომელიც ონლაინში ითამაშება და შეჯიბრის პრინციპით არის, როგორც ჩემს მიერ ჩამოთვლილი თამაშები, მაშინ ამ მონიტორზე მეჩამია ხოლმე თამაში. თან OLED-ია და OLED-სა და ჩვეულებრივ მონიტორს შორის სამხელად განვითარება ტექნოლოგიურად. ამას გაჩვენებთ ახლა ვიდეოში. და თქვენც თუ გექნებათ საშუალება, როცა რაიმე ეკრანს ყიდულობთ, ყოველთვის იყიდეთ OLED. ფაში დიდი განსხვავებაა, მაგრამ გამოსახულებაში მიხვდებით. თან ესე უხეშად ხსნიან ხოლმე OLED-ს ასე რომ, როცა ეკრანზე უნდა იყოს შავი ფერი, პიქსელები არის რეალურად ჩამქრალი OLED ეკრანებზე. ანუ ქრება და ბუნებრივ შავს გვაძლევს. არა OLED ეკრანებზე შავი ფერის იმიტაცია და ნაცრისფერია, რაც არ არის ისეთი კაფეო და კარგი გამოსახულება. ახლა გადავიდეთ ჩემს უდიდეს მონიტორზე, რომელიც არის Samsung G9 Neo Odyssey 57 ინჩიანი, რომელიც უზარმაზარია და დიაგონალზე არის 1.5 მეტრი დიდი. ეს მონიტორი არის სამუშაოდ იდეალური. შეგიძლია აქ რაღაც სამუშაო პროგრამა გახსნა, შუაში სხვა რაღაცა გააკეთო, აქეთ YouTube-ს უყურო საერთოდ, ან შეგვიძლია Premiere გავადიდოთ, Premiere-ში ან Photoshop-ში ან რაღაცა იგივე პროგრამებში სამუშაოდ რასაც ვიყენებთ ხოლმე, მანდ ვაკეთოთ ძალიან ბევრი რამე კომფორტულად. ამ მონიტორზე ცალკე ვიდეო დავდე რამდენიმე თვისი. თითქმის 9 წელია უკვე მაქვს და 9 წლის გამოცდილების შემდეგ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის იდეალური მონიტორი multitasking-ისთვის. თუ თქვენ ხართ ისეთი ფსიქოტიპი, რომელსაც ერთად შეუძლია ბევრი რამის კეთება, მაშინ ეს მონიტორი თქვენთვისაა და იდეალური სამუშაო მონიტორია. ეს მონიტორი არ არის OLED, რადგან 59 ინჩიანი ამის პატარა მოდელი არსებობს მხოლოდ OLED ვერსია. 57 ინჩიანები, ანუ დიდები OLED-ები არ გამოდის. Gaming-ში სპეციფიკურია ეს მონიტორი. ძირითადად სარბოლო თამაშებში იყენებენ ხოლმე, სადაც საჭე უნდა დაიდგა და აი ესე შეხვიდეს შიგნით და ეს რკალი და ამხელა სივრცე გაძლევს შეგრძნებას, რომ აი სადაც ბოლოფი მათგანზე მართლა ხარ. მე მაგ დანიშნულებით არ ვიყენებ, მხოლოდ სამუშაოდ ვიყენებ და სამუშაოდ მაგარია. Gaming-ში ძალიან ძნელია რომ დაუმუღამო, იმიტომ რომ ეს არის მონიტორი, რომელსაც უბრალოდ იყიდი და ეგრევე ყველაფერი იცი. სადღაც 2-3 თვე გჭირდება რომ ყველაფერი დაამუღამო, იმდენი ნიუანსი აქვს. ახლა გაჩვენებთ მაუსებს, რადგან მაუსიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია მთლიანი სეტაპის. ეს არის ჩემი ორი მაუსი.
ეს არის Logitech G502X Plus-ი, გეიმინგში არის იდეალური მაუსი. დაახლოებით 2 თვის წინ ვიყიდე და ერთხელ დავტენე სულ. კომპიუტერი ყოველდღე ჩართული მაქვს და ახლაც აქ პროგრამაში რომ ხედავ 40%-ია კიდე. როგორ ახერხებენ ამას არ ვიცი. ვისაც გეიმინგი გეავასებათ, ამ მაუსის რეკომენდაცია სიამოვნებით გაგიწევდეთ. ხოლო ახლა შეეხება მეორე მაუსს. ეს არის Logitech MX Master 4, რომელიც არის სუპერ ინოვაციური და სიგიჟე რამ. თავისი ამ მოწყობილობით. რომელსაც აქვს 2 ღილაკი სატრიალებელი. გვერდით და სკროლი შეიძლება არ იცით, შეიძლება დაგჭირდეთ, მაგრამ სამუშაო პროგრამებში ძალიან მაგარია. მაგალითად, Photoshop-ში ან Premiere-ში. შეგიძლია რაღაცა როგორც ქვემოთ ჩამოწიო, ასევე გვერდით გაწიო. ასევე ამ მაუსს გააჩნია 2 მთავარი ღირსება. ცერატით როცა შევეხებით გვერდით, ეკრანზე გამოდის მენიუ. ამ მენიუში შეგვიძლია ჩვენ თვითონ დავაყენოთ რაც გვჭირდება. მაგალითად, აქ არის ახლა ChatGPT-ის გახსნა, აქ არის Gemini, დასკრინვა, My Computer-ის გახსნა, აქ ბრაუზერის გახსნა, აქ Player-ის გახსნა. აქ შეგვიძლია ჩვენთვის ასურველი პროექტები ჩავაშენოთ ან დაკათვა რაღაც მონტაჟის დროს მაგალითად. აქ შეგვიძლია საერთოდ ყველაფერი ჩავაშენოთ და ყველაფერი გქონდეს ერთი თითის დაჭერაზე. ცერატითზე, რომელსაც მაუსზე ძირითადად არ ვიყენებთ. და მაგალითად, რამდენიმე თვის წინ თუ ვიფიქრებდი, რა შეიძლება იყოს მაუსის განვითარება, რომელიც ვერ წარმომედგინა, ეს არის მაუსის განვითარება. როგორც საერთოდ სხვა საფეხურზე გადასვლა. რადგან მაუსზე ცერატითის დაჭერით შეგვიძლია უამრავი სხვა მოქმედება გავიმარტივოთ კომპიუტერში. როგორც არის ვებგვერდებზე, ტექსტის აკრეფა და ბევრი სხვა რამ სანამდე ფანტაზია გაგვიშვებს. რაც შეეხება კლავიატურას. კლავიატურად გვაქვს თეთრი Logitech G715, რომელიც არის ესეთი მოკლე. კლავიატურებში მე ძალიან შემიყვარდა აი აქედან ხმის აწევ-დაწევა. ეს იმდენად კომფორტული რამეა, რომ სტარტიდან აი აქედან ხმის აწევ-დაწევა აღარ მომწონს. ძალიან კარგი ხმა აქვს და კომფორტულია. ესეთი მაგარი ამბავი უნდა გითხრათ უცებ. საქართველოს ბანკის მობილბანკში არის გათამაშება 9 მილიონი საპრიზო ფონდით. პირველ ადგილზე გასული ადამიანი მოიგებს 250,000 ლარს, მეორე ადგილზე გასული მოიგებს 150,000 ლარს და მესამე ადგილზე გასული მოიგებს 100,000 ლარს. ახლა არის იდეალური მომენტი ამ ყველაფერში ჩასართავად, რადგან ფინალური ეტაპი დაიწყო. ჩასართავად აუცილებელია მობილბანკში შეხვიდეთ დეკემბრის თვეში. ახლა თუნდაც ერთხელ და ამ ერთხელ შესვლით ავტომატურად ჩაერთვებით გათამაშებაში. გასულ თვეებში დაგროვებული ბილეთებიც მოქმედებს ამ ფინალურ გათამაშებაში. წარმატებებს გისურვებთ და ძალიან გამიხარდება თუ ჩემი გამომწერებიდან იქნება ის ადამიანი, ვინც ამ ხელა თანხას მოიგებს. განათება. ეს არის Elgato-ს Ring Light-ი, რომელიც შეგვიძლია მობილური აპლიკაციიდან ვაკონტროლოთ, აწევა-დაწევა, გათბობა ფერის და ასე შემდეგ. ეს ორი განათება არის Logitech Litra Beam LX-ი, რომელიც არის უკნიდან RGB, შეგვიძლია ნებისმიერი ფერი დავაყენოთ, მე ეს ფერი მომწონს ახლა დაიმიტოვა და წინიდან თბილი და ცივი ფერები აქვს. ასევე ამ ადგილის მაგივრად აქედანაც ნაგრდება თავის ფეხზე და შეგვიძლია ისე დავაყენოთ, როგორც ის მეორე მაქვს დაკნეული. თად ასე რო არის არ მომწონს, ასეთი შტატივი გამოვიწერე და რო ჩამომივა, ესეთზე გადავაგებ და აქ ცოტა უფრო ლამაზად დავაყენებ. ამდა ესე იყოს. ეს განათებები არის ძალიან ჭკვიანი. Logitech-ის აპლიკაციიდან იმართება და თან დაკავშირებულია კამერასთან. როცა კამერას ვთავ, განათებები თვითონ ერთვება. მაგარია. ასევე ჩემი ლეგენდარული მიკროფონი Logitech Blue Yeti, რომელიც არის ყველაზე OG მიკროფონი და ესე დევს ძველებურ სტილში და თავის საქმეს იდეალურად აკეთებს. ეს მიკროფონი ძალიან მიყვარს. სანამდეც ვიქნები იუთუბერი, ყოველთვის მექნება ეს მიკროფონი. ასევე ყურსასმენები. აქამდე რა ყურსასმენები მქონია, ყოველთვის იყო HyperX Cloud 2, მაგრამ ახლა, სულ ახლა შევიძინე აი ეს ახალი ხის მოდელი, რომელიც არის მეზე აუდიოს ყველაზე ბესტსელერი და საუკეთესო ალბათ 99 Classics, ესე ქვია მოდელს. და არის აუდიოფილური ყურსასმენი. მუსიკები რომელსაც აქამდე უსმენდი მაგალითად, ამ ყურსასმენებიდან საერთოდ სხვანაირად მოვისმინე და სხვანაირად მივხვდი კარგი ყურსასმენების ფასს. ასე დიზაინშიც მე მგონი მაგარია. რომ არ დაგიმალოთ, ეს ყურსასმენები თათ ამისთვის არ არის ისთვისაც მე ვიყენებ ეს headset-ის ნაწილი რომ იყოს ხან თამაშო ხან იმუშაო ხან კოლებზე შეხვიდე და ასე შემდეგ. ეს არის უფრო ისეთი ყურსასმენი რომლითაც სიამოვნება უნდა მიიღო და დრო დაუთმო მას. მაგალითად, გინდა რომ მუსიკის მოსმენით მიიღო სიამოვნება და დრო გაატარო ასე. ეს ყურსასმენები მოგანიჭებს მაგ დროს სიამოვნებას. და უფრო რაღაცა ისეთი ძვირფასი ნივთია, რომელსაც ძვირფასი ხმა აქვს და იმდენად მოქნილი არ არის, რაც ასეთი სტილის setup ჭირდება ხოლმე. თუმცა მომწონს და ლამაზია. გამოვიყენებ მაინც, როგორც არის. აქ მაქვს კიდევ ასეთი ჩემი სამუშაო ვეული, რომელიც მაშუქეს, ზოგადად პასტით და კალმით და როგორც ქვია, მაგით წერა არ მიყვარს, სულ ფანქრით წერ. აქ აქვს შესანახი, ეს რაღაცები რომ მიწერია, აქ აქვს კიდე ესეთი რამე, რაც სამური რაღაცა ერთის შეხედვით. ცოტა ისეთი ადამიანებისთვის არის, ვინც ბევრს მუშაობს კოლებიდან. და აი მაგალითად ესე კოლზე შედიხარ, შეგიძლია აქ ჩაერთო კამერა და აი ესე იმუშაო რაღაცებს. მაგრამ მე კოლებში არ შევდივარ მობილურით, ამიტომ ისედაც მომწონს, როგორც არის. ესეთ სტარტაპია, რომელიც ჩემმა მეგობარმა მომშუქა და ეს სტარტაპი თავისია, დავდებ ბოდი ლინკს აღწერაში. კიდევ ეს მაქვს ახალი ნივთი, MacBook Pro 2025-ის M5-ზე. ეს იმისთვის მაქვს სადმე თუ წავედი შორს, სადაც ჩემი კომპიუტერი არ მექნება სამუშაოდ. მაშინ რომ აქედან მიმუშაო, თუმცა ჯერ არსად არ წავსულვარ და
მაგრამ მომავალში ვაპირებ. და კიდევ არის ესეთი ამბავი, რომ ბევრნაირი სახის კამერა მაქვს, ახლა ოსმორითაც ვიღებ კიდე რამდენიმე კამერა, მიკროფონები, რაღაც განათებები, შტატივები, მაგრამ თუ სადმე რაღაცის გადაღება მინდა, მაინც მობილურით ვაშევ ხოლმე გადაღებას. ამიტომ საბოლოო ჯამში ბევრი ტექნიკა საერთოდ არ არის საჭირო. თავარია სურვილი, мотиваცია და რაღაცის გაკეთების ინტერესი გქონდეს. რა მობილურიც გაქვთ, ნებისმიერი მობილური შეიძლება გადაიღო და ნებისმიერი კომპიუტერით დაედიტო თუ ოდნავ ედიტი შეუძლია. თუ მახსენდება რომ 40000 გაუნტერზე რომ გითხარით 350 ლარიანი მობილურით ვიღებდით ხო? მობილურით გადაღებულ ფაილებს ვამონტაჟებდი ლეპტოპში, რომელსაც არ ქონდა ვიდეო ბარათი, Wi-Fi-ს არ იჭერდა და არ ქონდა ელემენტი. და როცა ვაედიტებდი რაღაცას, რადგან ვიდეო ბარათი არ ქონდა, გამოსახულებას ვერ მაძლევდა, ბლარში იყო. და პიქსელების დათვლით ფოტოების და ვიდეოების property-ში რო ჩანს აღწერილობა, მაგით უნდა მივხვდარიყავი როგორი იყო ვიზუალზე და მაგის მიხედვით ვაედიტებდი და შემდეგ YouTube-ზე რომ გამოვაქვეყნებდი. მობილურის როცა ჩავთავდი უკვე ჩემს გამოვაქვეყნებულ ვიდეოს, მაშინ უყურებდი თურმე როგორი ხარისხი ქონია. ისტორია საინტერესო ფაქტები რო იყო, ჰიტამდე ჩემი პირველი არხი, მაგ არხზე ეგრე დაედიტებულ ვიდეოებს ვდებდი. და ეს დანარჩენი უბრალოდ ახლა ბევრი ტექნიკა თუ მაქვს, შეიძლება ზოგმა თქვენგან მაიფიქროს, რომ ამან ხარისხი დიდად გაზარდა, ან მეტის საშუალება მომცა. მაგრამ ეგრე არ არის. მანამდე თუ ვიდეოს ვარენდერებდი რაღაც დროში და ახლა განახევრდა იქ დრო, ან ერთი მაუსის მაგივრად მეორე უკეთესი მაუსი მაქვს, ეს არის ტექნიკური განვითარება, რომელიც საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი. ძალიან ცოტა პროცენტით არის მნიშვნელოვანი. თავარი განვითარება არის გონებაში. თორე რა აპარატურაც არ უნდა მოგცეთ, დავუშვათ, დამწყებ კრეატორს, ვერაფერს საინტერესოს ვერ გადაიღებთ და თუ ეს საინტერესოა გონებაში და თავში გაგაჩნიათ, ნებისმიერი ტექნიკით შეიძლება გადაიღო. ამაზე ბევრი ჩემი კოლეგა და ამ სფეროში მოღვაწე ადამიანი არ მეთანხმება ხოლმე, მაგრამ მე ჩემ თავზე მაქვს გამოცდილი. Setupის უმნიშვნელოვანესი ნაწილია სკამი. ეს ვარდისფერი სკამი ოზიმ მაჩუკა დაახლოებით 2 წლის წინ. დიდი სიყვარული და ბედნიერება მინდა უსურვო ოზის. თუმცა, ჩემ setupს მომავალში შეამკობს საერთოდ სხვა სკამი, რომელიც უკვე ჩამომივიდა და ამ სკამზე მინდა გადავიღო ცალკე ვიდეო. შეიძლება იფიქროთ, რატომ იმსახურებს სკამი ცალკე ვიდეოს, მაგრამ იმსახურებს. ავტომობილი Lamborghini. ეს იქნება ჩემი ახალი სკამი, რომელიც Secret Lab-ის და Lamborghini-ის კოლაბორაციით გამოვიდა და არის მსოფლიოში ყველაზე ძვირიანი სკამი. Holy shit.